ბულგარეთში ინოვაციური პროექტის ფარგლებში მშობლების სამსახურში დაბრუნებას, ბავშვების ხარისხიან მოვლასა და უმუშევრობის სტაბილურ დასაქმებას ერთდროულად უწყობენ ხელს. დიახ, რა თქმა უნდა, მინდა სამსახურში დაბრუნება და არა მხოლოდ ფინანსური მიზეზის გამო. ჩემნაირი ხალხისთვის ეს უბრალოდ მისწრებაა, რადგან მუშაობის საშუალებას გვაძლევს. გუჯერა რომ ამას ორმაგი დადებითი ეფექტი აქვს. ბავშვის მოვლის ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის სერვისის დეფიციტი ძალიან დიდ დაბრკოლებას უქმნის იმ დედებს, რომელთაც მცირეწლოვანი შვილები ყავდა სურთ სამსახურში დაბრუნდნენ. ამ პრობლემის გადასაჭრელად მცდელობა არ წყდება და აი სოფიაში ჩამოვედით, რათა ვნახოთ, როგორი გამოსავალი მოძებნეს აქაურებმა. უკვე დროა კრისტინა რუჟდანოვამ შვილები დააბინავს და ოფისში წავიდეს. ეს მარტოხელა დედა 3 თვე ეძებდა სანდო ძიძას, რომელსაც თავის 2 წლის ვაჟზე დიმიტარზე ზრუნვას მიანდობდა, სანამ გოგონა სკოლაში იქნებოდა, თავად კი სამსახურში. ძალიან გამიჭირდა ძიძის პოვნა, ჯერ ერთ იმიტომ, რომ უნდა მენახა ისეთი ადამიანი, რომელსაც შვილს ვანდობდი და მეორეც პრობლემა იყო იურიდიული მხარე, თუ როგორ უნდა დამედო მასთან კონტრაქტი. ამ დაბრკოლებების მიუხედავად კრისტინამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ დაეწყო ბუღალტრად მუშაობა სოფიაში, მოქმედ იტალიის საელჩოში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავი აქტიურ დასაქმებულ მშობლად ვიგრძნო, რადგან ჯერა რომ სწორედ ასე მივცემთ კარგ მაგალითს ჩვენ შვილებს. სანამ კრისტინა სამსახურშია, მის ვაჟს პროფესიონალი ძიძა გალინა ილიევა უვლის, რომელიც ბედნიერია, რომ მუშაობის საშუალება მიეცა. წინა ახსაზრდელთან მუშაობის რამდენიმე თვეღა მქონდა დარჩენილი, ამიტომ უკვე ახალ სამსახურს ვეძებდი და ყველაფერი კარგად დაემთხვა. პროექტს, რომლის ფარგლებშიც კრისტინას ბავშვის მოვლის პრობლემა გადაუჭრეს, დასაქმებული მშობლები ეწოდება და სპეციფიკური პრობლემის გადაჭრას ემსახურება აქ ბულგარეთში, სადაც 3 წლამდე ასაკის ბავშვების მხოლოდ 22% იღებს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის აუცილებელ ზრუნვასა და განათლებას. ეს პროექტი ბაგაბაღების დეფიციტის შევსებას იმით ცდილობს, რომ მშობლებს დღიურად ბავშვის 8 საათიან უფასო მოვლას თავაზობს. პროექტს 33,500,000 ევროს მოცულობის 5 წლიანი ბიუჯეტი აფინანსებს, რომელშიც ევროპის სოციალური ფონდ პლუსის 28 მილიონი ევროც შედის. ამ პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ახალი ასპექტი ის არის, რომ ის მხოლოდ დედებს კი არ სთავაზობს ბავშვის უფასო მოვლას, არამედ სამუშაოს მაძიებლებსაც აძლევს დასაქმების საშუალებას. არც დასაქმების მოსურნე კანდიდატების ნაკადი იკლებს და არც ძიძის მაძიებელს მშობლებისა. დასაქმების ოფისი თითოეულ შემთხვევას ზედმიწევნით სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ აწყვილებს შესაფერის კანდიდატებს. კონტრაქტის შედგენისა და ძიძა დაყვანის პროცედურებს მხოლოდ მას შემდეგ ვიწყებთ, როცა მშობელი წარდგენილ კანდიდატს მოიწონებს. თუმცა პარალელურად პოტენციური ძიძის აზრსაც ვითვალისწინებ. ერთი მხრივ მშობლის თანხმობა გვჭირდება და მეორე მხრივ იმ ადამიანისა, რომელიც ბავშვის აღმზრდელად უნდა დაიქირავონ. ეს პროცესი წარმატებული გამოდგა, მას შემდეგ რაც 2023 წელს პროექტი დაიწყო, 3400-ზე მეტმა ოჯახმა მოაწერა ხელი ბავშვისთვის ძიძის აყვანის კონტრაქტს და 3500 ძიძა დასაქმდა. როდესაც ბავშვის კარგად მოვლის სერვისი ხელმისაწვდომია, ეს სოციალურ უთანასწორობასაც ამცირებს. ბრიუსელში დასაქმებული ექსპერტი ბავშვზე ზრუნვის საკითხებში კრისტიან მორაბიტო ამბობს, რომ ყველაზე პატარა ბავშვიც კი მოგებული რჩება. გამოცდილება აჩვენებს, რომ ბავშვებს შორის განსხვავებული უნარჩვევები ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე შეინიშნება. ამიტომ ბავშვის სათანადო მოვლის სერვისის მიწოდება განსაკუთრებით ღარიბი ბავშვებისთვის არსებითი საკითხია, რათა მათში ჩამორჩენა შემცირდეს. თუმცა ეს მნიშვნელოვანია მშობლებისთვისაც, რადგან მათ შრომის ბაზარზე შესვლისა და შემოსავლებს შორის განსხვავების შემცირების საშუალება ეძლევათ. ეს განსაკუთრებით ქალებს ეხებათ. ისევ სოფიაში დაუბრუნდით, სადაც გალინა ეთამაშება დიმიტარს, რომელიც ზაფხულის დღეებს უმეტესად პარკში ატარებს. ბავშვს სიმღერით ვასწავლი ანბანსა და რიცხვებს, ასე ერთობა კიდეც. დღის ბოლოს კი სამსახურიდან დაბრუნებულ კრისტინას შინ მხურვალე შეხვედრა ელის. ამ შესანიშნავ წუთებს მთელი დღე ველოდები. ევროპაში ბავშვთა აღზრდისა და განათლების სისტემის გაფართოება პრიორიტეტად ითვლება ეკონომიკური, სოციალური და გენდერული თანასწორობის კუთხით. გათვლების თანახმად, ქალთა დასაქმების მაჩვენებლის ზრდა შეუძლია ევროკავშირის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 1,7%-მდე წაახალისოს.